ზაფხული მოგვადგა და ბევრი ალბათ ფიქრობთ, სად წახვიდეთ დასასვენებლად. მე გავიცი. სამაგიეროდ გირჩევთ, სად არ წახვიდეთ. არ წახვიდეთ მაგალითად ანაპაში, არღირს. ან თუ წახვალთ არიბანაო ზღვაში. სხვა ხო გახსოვთ როგორია? აი, ასეთი. თუ არ გახსოვთ, ზედაწერია. მორე. იმიტომ რომ ამ მორეში თუ იბანავეთ, შეიძლება თქვენთვის ბოლო ბანაობა აღმოჩნდეს. უკეთეს შემთხვევაში მე დაგჭირდებათ ქიმიური საშუალებებით ბანაობა, რომ მაზუთი მოიცილოთ. მაზუთს რა უნდა ზღვაში? გაიხსენეთ, რამდენი ტანკერი ჩაეძირათ რუსებს შავ ზღვაში. გაიხსენეთ? ხო და აი, ეგ მაზუთი და უბედურება არსად არ მიდის. ისევ რუსეთში ბრუნდება ტალღებით. ვიდეოში ჩანან ბედნიერი ჩრდილოელი მეზობლები, რომლებიც ირუჯებიან და ბანაობენ ონკოლოგიური დაავადებების რისკის გაფრთხილების, ოფიციალური გაფრთხილების მიუხედავად. კარგად დააკვირდით ვიდეოს. ნავთობპროდუქტების დამჭერი ბადეები პირდაპირ პლაჟზე დევს, მაგრამ ვინ უყურებს? ალბათ მუდმივი რუსული ლოზუნგი მუშაობს. Наши бабы еще нарожают. რას დავიდით? იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა.